Ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილება. მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ყოფილ იუსტიციის მინისტრს ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვს დაყენებული საქმის მასალები, მის ადვოკატს გოჩა სვანაძეს უკვე გადაეცა. ბრალდებული ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. დღეს ჩაგვარდა ეს მასალები, არის ორი დიდი ბაინდერია, რომელსაც მაგ გავეცნოთ. ნახოთ, რითი ფიქრობს პროკურატურა, რომ აი ეს მტკიცებულებები უშუალო შემხედრობაში არის, რომ ნამდვილად ჩაიდინა ბრალი დანაშაული ზურაბ ადეიშვილმა, შევამოწმოთ, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით ეს არ უნდა იყოს თქვათ ასე, მაგრამ კიდევ მეორე ვერაფერს ვერ ვიტყვით დეტალურად. როცა გავეცნობით, როცა ამის დრო მოვა, მე გავაკეთებთ ალბათ უფრო დეტალურ კომენტარს. ახლა ჩვენ სასამართლოს ვუბრუნდებით. ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება დეტალებით. ბექა გისმენთ. 28 დეკემბერს გამოტანილი ბრალდების საფუძველზე პროკურატურა დღეს საქალაქო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით წარდგება, რათა ზურაბ ადეიშვილს როგორც ყოფილი თანამდებობის პირს შეეფარდოს აღკვეთი ღონისძიება. თუმცა ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავად ამ პროცესს არ ესწრება, სასამართლოს ალბათ მოუწევს მისი დაუსწრებლად მისი ბრალის საყენება. თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი გეტყვით, რომ ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ბრალად სდევს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად ორგანიზებაში ადანაშაულებს, რამაც საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ პირადი და ჯგუფური ინტერესების მოსაპოვებლად სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას უბრალოდ ედება პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება. რაც გამოიხადა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახალ მდგომარეობაში ჩაყენებაში. ადეიშვილის პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზებასაც ედაება. ამ საბრალდებო გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა დღეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის ცალკეული პუნქტების მიხედვით ყოფილ პოლიტიკური თანამდებობის ბრალს აუყენებს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვადას მოითხოვს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსანის აღკვეთი ღონისძიებისთვის შესაფართებლად. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შუამდგომლობით წარდგება სასამართლოს წინაშე ადვოკატი, ანუ დაცვის მხარე. ესეც ალბათ სავარაუდოდ ესეც სასამართლო პროცესის შემდგომ გაირკვევა. ამის შემდეგ პროცედურული ნორმები რა არის გასარკვევი თუ როგორ მოიქცევა სახელმწიფო შემთხვევაში თუ სასამართლო ზურაბ ადეიშვილს ბრალდების პროკურატურას დაუკმაყოფილებს შუამდგომლობას და ზურაბ ადეიშვილს შეუფარდებს პატიმრობას. თუ კი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროკურატურა უკვე შუამდგომლობით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცხადდეს ძებნა, რომლის შემდეგ პროცედურა ითვალისწინებს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცალკეული ღონისძიებების გატარებას, რომელი პროცედურების შემდეგ ზურაბ ადეიშვილი უკვე გადაეცემა ინტერპოლის საერთაშორისო ქსელს და ზურაბ ადეიშვილზე უკვე გამოცხადება საერთაშორისო ძებნა. ჩვენ ჟურნალისტი ბექა ბარამიძე გვერდებოდა, მადლობა ბექა.